თავიდან რომ გავთხოვდი, მწვანეს ვერ ვარჩევდი. ჩემდე დამთეს ერთ მხარეს კინძიეთას და მეორე მხარეს ოხრახუში. როგორ თქვი? მიხსიერების პრობლემები. თუ შეხედო რომ მახინჯი გამოდის, აღარ გადაიღო. მე რაც მაქვს, ჩემთვის ეს არის ზღაპრული. თურმე ზიაპონკა ქათმები შეყვარებულები ყოფილან. ესე რომ ანიშნე. აი. ეს ჩანს, რომ ჩვენი მეგობარი გზაზე სოკარია. აი, ეს კარები თუ არ მომიყოლებს, მოგესალმებით. მთლად მტკნარებით და ზმორებით რო არ დამეწყო ეპიზოდი, ამიტომ ვეიმარტის გემრიელი ყავა ავიღე, პარალელურად საწვავის ავს ვავსებთ და მივემართვებით ქალაქარეთ, როცა მოუბარი ქალაქიდან გადის, საწყისი წერტილი არის ხოლმე სოკარის ბენზინგასამართი სადგური, იმიტომ რომ სოკარი ჩვენი მხარდამჭერი და მეგობარია, მათ მიმართ მადლიერებას კიდევ ერთხელ გამოვხატავ. დღეს მივდივართ კახეთისკენ, უფრო ზუსტად პანკისის ხეობაში უნდა ჩავიდეთ და დანარჩენ ზიგ ჩასულზე მოგიყვებით. ცოტა წვიმდა დილით და ვინერვიულე, მაგრამ მე თავი დავიმშვიდე, რომ თუ ცოტა ტალახიანი ეპიზოდი გამოვა, არა უშავს, იმიტომ რომ არ არის ცხოვრებაში არაფერი იდეალური და როგორც უკიფწეხა შემახსენა, ტალახი სოფელს უხდება, ასე რომ წავიდეთ და დანარჩენს უკვე იქიდან მოგიყვებით, მანამდე ჩემს გემრიელ კაპუჩინოს მივირთმე, წავედით. ძალიან დილაც არ არის ეს მამალი რო ყივის, მაგრამ სოფელში ჩამოსვლა განსაკუთრებულად მიხარია ხოლმე. ეხლა ვართ სოფელ საკობიანოში, რომელიც პანკისის ხეობის ერთ-ერთი სოფელია. პირველად ვარ სხვათა შორის პანკისის ხეობაში ახმეტაში ნამყოფი ვარ, მაგრამ აქეთ უკვე აღარ. და პანკისის ხეობაზე ჯერ კიდევ არის რაღაცნაირი სტერეოტიპები და სტიგმები. ხა მაგალითად ასე რომ ქუჩაში გაგევლო 90-იან 2000-იან წლებში შეიძლება მართლა ვიღაცას გაიტაცებინე და კი ბატონო იყო აქ კრიმინალი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად, მაგრამ მას მერე თითქმის 20 წელია და უკვე მეტია ეს სიტუაცია შეიცვალა და ამის მიუხედავად რაღაცნაირად ადამიანები ერიდებიან, ესე მგონია, თუნდაც აქ მოგზაურობას ან რაღაცა დროის გატარებას გულისხმობს შიდა ტურიზმის ამბებს. ხო და მინდა რომ ეს სტერეოტიპი ჩვენც რაღაცნაირად დავამსხვრიოთ და სხვათა შორის წავიკითხე ამას წინ რომ პანკისის ხეობის მაცხოვრებლებიო დღემდე ამტკიცებენო და თავს იმართლებენო უწევთ ხოლმეო თავის მართლება რომ ტერორისტები არ არიანო და თლად ეხა შეიძლება ესეც არ არის საქმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მგონია რომ საქართველოს სხვა რეგიონების მაცხოვრებლებთან შედარებით მაინც რაღაცნაირად არათანაბარ პირობებში არიან. აქავრობა მინდა რომ ცოტა უკეთ გავიცნო მეც მათ შორის და თქვენც გაგიზიაროთ ეს ამბები და ჩვენი პერსონაჟიც ერთად გავიცნოთ. მე სოციალური ქსელებიდან მაქვს მის შესახებ ინფორმაცია, თავისი რაღაც სოფლის მეურნეობის ამბები აქვს ამ ყოჩაღ გოგოს და ვნახოთ აბა საინტერესო რამებს ვაპირებ, ხინკალიც უნდა მოვახვიო და ასე შემდეგ. და აქავრობის ამბებიც მოვისმინოთ, როგორია ყოველდღიურობა პანკისის ხეობაში. აი, აგერ გლეხი ამუშავებს მიწას. ზუკი, ხوار გადახვალ. დაუბარე 1-2 კვალი. ჩვენი ეზოს ოხრახუში სადილისთვის. ეს კი ცოტაა კიდე მოუკრიფო, მაგრამ ისეთი სურნელი აქვს, თქვენც უნდა გაგიზიაროთ. ზუსტად ასე ვიღებ ყველაფერს. მწანუც რომ მოკრიფავ, იმის გაზიარებაც კი მიყვარს ჩემი აუდიტორიისთვის. მე ვარ თაკო, თამარ გოზალიშვილი, 31 წლის, დავიბადე ქალაქ გორში. სკოლაც იქ დავამთავრე, შემდეგ უკვე სტუდენტობის წლები გავიარე თბილისში და შემდეგ მოვხვდი პანკისის ხეობაში. სიყვარულით, რა თქმა უნდა, გავთხოვდი სოფელში, მანამდე თბილისში ვცხოვრობდით, მე და ჩემი მეუღლე, დაახლოებით 8 თვე და სოფელში რომ მოვდიოდით ხოლმე, აქედან წასვლა აღარ მინდოდა და ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რომ სოფელში გადმოვსულიყავით საცხოვრებლად. იმდენად მომწონს და იმდენად მსიამოვნებს აქ ყოფნა, რომ დავიწყეთ უკვე სოფლის მეურნეობაზე მუშაობა. მოგყავს ბოსტნეული და მივყვებით სოფლის ცხოვრებას ასე. გამიცნეს ინსტაგრამიდან ძალიან ბევრმა, 3 წელი გახდება 7 მაისს, რაც მაქვს უკვე ჩემი ბლოგი და ძალიან მეხმარება თითოეულ ნაბიჯში.
თითოეული გამომწერი, თითოეული მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია ვიყო სოფელში და ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს და რაც მსიამოვნებს. ყველაზე მეტად რაც მომწონს სოფლის არის ის, რომ არის ურთიერთობები. თუნდაც ის, რომ მეზობელი გამოვა შენთან ყავა. ეხლა წეგან დაინახეთ, დაპატიჟების გარეშეც კი ერთმანეთთან მივდივართ და ეს ყველაზე მეტად მინდოდა. არ ვიცი, შეიძლება მჭირდებოდა კიდევაც, იმიტომ რომ მეკლდა. შემდეგ უკვე რო ვაკვირდებოდი სოფელში, ვინ რას მისდევდა, რას აკეთებდა, თუნდაც არიან სოფელში ესეთი ადამიანები, ვინც მაგალითად ჩემამდე დაიწყეს სოფლის მეურნეობა, ან მეფრინველეობა. და ძალიან დიდი мотиваცია მქონდა ხოლმე მათგან, რატომ ინსპირაციის წყარო იყო ხოლმე ჩემთვის, მათი ეს სიყოჩაღე სოფელში ცხოვრების, თუ რამდენიმე საკეთებდნენ. და მეც ვფიქრობდი, რომ თუ იმათ გამოსდით, მეც აუცილებლად გამოვიმარ. მოსულები არ ვართ, თამარ დაწყებული ქონია უკვე ეს ხინკლის დამზადისი და რახან ესია და უკვე ისა აღარ შევაწყვეტინეთ და მოდი დავასრულოთ ხინკლის ცომის მზადება და მე მოხვევაში მეც მივიღებ მონაწილეობას ვნახავ ერთი როგორი მოსწავლე გამოვდგები და რამდენად შევიშვები ოჯახში. ისე თქვენთვის ხინკალი რაღაცა ეხა ისე დელიკატესი აღარ არის, ხო? ხშირად მზადდება ოჯახებში, ხო? კი, ჩვენთან იმდენად ხშირად მზადდება, ხო, ჩემ დედამთილს იმას ვიტყვი, კარტოფილის შეწოს ურჩევნია ხინკალი გააკეთოს, რომ გული იყოს, არ აქვს მნიშვნელობა კარტოფილი, ჭინჭარი იქნება თუ ხაჭოსი ძალიან ხშირად ვამზადებ. სხვადასხვა შიგთავსით, ხო? მეც ჩემო დედამთილმა მასწავლა, იმიტომ რომ ძალიან ეს მარტივად ამზადებდა, მე საერთოდ არ ვიცოდი ხინკლის მომზადება. ეს თუ არ ისმის დედამთილს აჯობაო, იქიდან კომენტარი კეთდება. ხო, რა ვიცი, ესე ვისწავლე, მე თან მიყვარს აი მსიამოვნებს, აი ეს არ ვიღლები ეს პროცესი მსიამოვნებს, აი რასაც ვაკეთებ და ეხლა ერთ სული მქონდა, როდის მოხვიდოდი და როდის დავიწყებდი. მეც ერთი სული მაქვს. პირველ რიგში ხორცი არის ცხიმიანი. რადგან ხინკლის წნიანობა უნდა განსაზღვროს ხორცის ცხიმიანობამ. კი, აი ნახე, წყალი არ აქვს ბევრი, ძალიან ცოტას ვამატებთ ხოლმე, რომ ფარში კარგად გაიხსნას. დავამატე ხახვი, აუცილებლად, რა თქმა უნდა, მთის ქონდარი, დაღერღილი წიწაკა და მარილი. ეს ჩემო დედამთილმა მასწავლა ეს რეცეპტი და ჩვენს ასე ვაკეთებთ. ეხლა ეს ფშაური. კი, ფშაური ხინკალია, ეხლა ეს. ეხლა ეს არის მხოლოდ საქონლის ხორცი. ღორის ხორცი არ არის, რადგან ჩვენს ეხლა ხშირად ხატობებია ხოლმე და ღორის ხორცი რადგან არ შეიძლება, იშვიათად ვიყენებთ ხოლმე ღორის ხორცს და მიჩვეულები ვართ უკვე საქონლის ხორცზე. საკმარისია. აბა, ეხლა ამ ეპიზოდს უცოლო ბიჭებმა უყურეთ, უფრო გულდასმით და როგორი მარჯვე ვარ და როგორი ბიჭებმა ხინკალი განსაკუთრებულად უყვართ. თან მეც მიყვარს ეს მთა და ეს დავდივარ. ქულში დავიწყე. კი, შეგიძლია. ზუკი შენ ყურადღებით იყავ, თუ შეხედო რომ მახინჯი გამოდის, აღარ გადაიღო და მეორე დუბლი ჩავწე. ნახე, აი, თავარია დავაფიქსიროთ. აი, ესე რომ მოუჭირ, ხედით, ეს დააფიქსირე ხინკალი. დააფიქსირე. კიდევ მოუჭირ, დააფიქსირე. კიდევ და ესე და არის როი რაღაცამდენი ნაოჭი. 19 ნაოჭი უნდა გავაკეთო. გავაკეთოთ სამ მაშინ თავიდან უნდა დამეწყო დათვლა. არა, უშო შემდეგი გავაკეთოთ 19 ნაოჭი. ეგ თვლით გავაკეთოთ. ჩავდე და შეიკრა ისეთი კარგად. რა შეიძლება კუჭი პატარა უნდა გავუკეთოთ. და მკუჭს წვეთ თუ არა, ნახე ხა ამას უკვე აღარ უნდა მოწყვეტა, მაგრამ თუ გამომივიდა ხოლმე დიდი კი ბატონო წვეთ. აბა ქალბატონო დედამთილო. შეაფასეთ. მშვენიერია. ხო. კი, ძალიან ჩვენაირად არის ზუსტად. всё, გავუშვათ ეს ეპიზოდი. მშვენიერია. მართლა არასდროს არ მქონია ის შეგრძნება და ის შემთხვევა, რომ არ მინდა ან ნეტა ქალაქში ხوار ვიყოს, სადაც შეიძლება უფრო მეტად დიდი კომფორტი იყოს. აი მართლა არ მქონია შეგრძნება და ეს განცდა იმდენად მომწონს, თუნდაც ის წვიმიანი ამინდით, თუნდაც ის თოვლიანი ამინდით, რომ არ მქონია ეს შემთხვევა. პირიქით, ეს იმას ვიტყვი ხოლმე, რომ ხა ჩვენ ისევ შეშის ღუმელი გვაქვს და ვიტყვი ხოლმე, რომ ვიტყვით ხოლმე სახში, რომ ანუ ცენტრალური გათბობა გავაკეთე ან კარმა, აი შეშის ღუმელის გარეშე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა ვიყოთ ზამთარში, ისე რომ ეგ პრობლემას და იმას აი არ დისკომფორტსაც არ მიქმნის. სამომავლოდ ძალიან მინდა, რომ მქონდეს სივრცე, სადაც მივიღებ სტუმრებს.
ჩავატარებ თუნდაც მასტერკლასებს და ასე შემდეგ. შეძლებენ ბოსტნეულის მირთმევას, თვითონვე გამოკრეფას ბოსტნიდან. ჩემი სამომავლო გეგმა რომ შევქმნა ეკოტურიზმი სოფელში. ძალიან მინდა რომ სხვებისთვისაც იყოს ჩემი თავი, мотиваცია, ინსპირაციის წყარო, როგორც ჩემთვის გახდნენ სხვები, მეც მინდა რომ ვიყოს სხვებისთვის იგივე, რომ სწორად გამოვიყენოთ სოფელი. ძალიან დიდი განვითარება აქვს სოფელს. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ უკვე ხალხს ენატრება თუნდაც ის ბუნებრივი ყველაფერი, თუნდაც ურთიერთობა. რაღაცა ქალაქში ყველა იმას ამბობს, რომ დაიკარგა ის ურთიერთობები, რაც ადრე იყო და სოფელშია შემორჩენილი. ეს ურთიერთობები ხალხს უყვარს, მოსწონს და მე ვფიქრობ, რომ სოფელში რომ იყოს პატარა საოჯახო სასტუმროები, პატარა თუნდაც ეკოტურიზმი განვითარდეს, ეს სოფელში მცხოვრებ ოჯახებს ძალიან დაეხმარებათ. ძალიან კარგია, ეხა მშვენიერი ხედია, სუფთა ჰაერია, სიმწვანეა, ნუ კია ცოტა ტალახია. ანუ ეს ყველაფერი ესე დასანახად სასიამოვნოა და განსაცდელადაც, მაგრამ ალბათ არის ხოლმე რაღაცა სირთულეები, რაც ზოგჯერ გაფიქრებინებს, რომ რაღაცა არ ღირს, ან შეეშვა, ან თავი დაანება, რაღაც აი ესეთი მომენტები თუ გქონია და მე როგორ რეაგირებ ამ ყველაფერს. კი, მქონია ესეთი ფიქრები, ხა მე რაც მაქვს სურვილი და რისი გაკეთებაც მინდა რომ შევქმნა სოფელში, იმას ჭირდება ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა. რითიც ახლა მიფიქრია, რომ აი ჩემი შემოსავლის და ჩემი ამდენი წვალებით როდის გავალ ბოლოში, როდის გავაკეთებ. ძალიან ხშირად მიფიქრია და მithქვია ხოლმე, რომ მოდი ხო არ წავიდეთ, ცოტა ხნით სადმე, თუნდაც ევროპაში. გამოვიმუშაოთ ის თანხა და იმით შევქმნათ და გავაკეთოთ აქ ის სურცი ჩვენაც გვჭირდება და მე ისევ ჩემ თავს ვეტყვი ხოლმე რომ არა ისევ ჯობია იყო შენ სოფელში შენს ქვეყანაში და ნელ-ნელა და ცოტა გვიან გაკეთდეს ვიდრე წახვიდეს სხვაგან იმიტომ რომ ყველგან ძალიან რთულია რომ ესმის ხოლმე ხლა იმიგრანტებისგანაც არ არის მარტივი თუნდაც სხვა ქვეყანაში ფეხი მოიკიდო აეწყო და ის შემოსავალი მიიღო რაც გჭირდება თან ალბათ აქაურობა კიდე სხვანაირად გაძლიერებს კიდეც ალბათ ხან თან გღლის და თან ძალასაც გაძლევს მე ესე წარმომიდგენია. ზუსტად ესე ხარ რომ დავიღლები ხოლმე ხან არის მომენტები რომ მართლა მთელი დღე რაღაცას ვაკეთებ და დავშდები არ ვარ კიდე დაღლილი. და ვიტყვი ხოლმე რომ აი რატო უბრალოდ ეს სივრცე მსიამოვნებს და ეს სივრცე რომ მიყვარს რასაც ვაკეთებ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ შემიყვარდებოდა სოფლის მეურნეობა, სოფლის საქმე. თავიდან რომ გავთხოვდი მწვანილს ვერ ვარჩევდი. ჩემ დედამთეს ერთ მხარეს კინძიეთასა მეორე მხარეს ოხრახუში და ვიცოდი რომელ მხარეს რა იყო თორე გარჩევით მართლა ვერ ვარჩევდი, მაგრამ იმდენად მომწონს რომ ისწავლე გაერკვია. პირველ რიგში ჩემთვის რაც ყველაზე სასიამოვნო ეს არის ნდობა. ნდობა აქვთ ჩემს მიმართ და ძალიან მიხარია და ეს 3 წლის მანძილზე ყველაზე მთავარი რაც არის ეს ფინანსურად მეტად გავიზარდე. რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცა სოფელში ვცხოვრობთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს სახლი ჩვენი არ არის და ვაგროვებთ თანხას, რომ ვიყიდოთ სახლი უკვე ჩვენთვის და გავიდეთ ცალკე და ამისთვის მე ძალიან დამეხმარა სოციალური ქსელი. თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ ვყიდით ბოსტნეულს, ხო, ძალიან ელოდებიან მომხმარებლები თუ როდის მივალ, როდის ჩავიტან, როდის მოვლენ რომ შეიძინო ნატურალური პროდუქტი. ბევრი არ მაქვს ფიზიკურად ვერც კი ვაკმაყოფილებ იმ რაოდენობას, რასაც მეუბნებიან რომ უნდათ, მაგრამ რაც მაქვს მცირე, იმას რომ ცოტას ვყიდი, ეგ ჩემთვის ძალიან დიდი რამეა. რო ვფიქრობდი რომ შენთან რაზე შეიძლება და მესაუბრა, ესეთი ის გამიჩნდა, რომ არის ხოლმე რომ რაღაც რომანტიზებას ახდენენ ხოლმე სოფლის ცხოვრების. მაგრამ ეს ყველაფერი ზედაპირულად არის ცოტა რომანტიკული და სიღრმეებში მგონია რომ თუნდაც ის ფიზიკური შრომა, თუნდაც ის ნაკლები მატერიალური კეთილდღეობა რეალურად რთულია. თუმცა მაგის მიუხედავად მინახავს ჩემი თვალითაც რო წერენ ადამიანები რომ ანდომებ სოფელში ცხოვრებას. ეს შენს ამ როლზე თუ გაქვს აი თუ გიფიქრია მაგაზე რომ ვიღაცა გიყურებს და შენს შემხედვარეს უნდება ზუსტად რომ თვითონაც დაბრუნდეს ან თუ დაბრუნდეს არა დაიწყოს ცხოვრება სოფელში ნოლიდან. ძალიან ბევრს მოუწერია თუნდაც იმიგრანტებისთვის, აი იმიგრანტები მწერენ ძალიან ბევრი რომ აი თითოეულ სტორს ველოდებით. თითოეულ დადებულ რილს თუ პოსტს ველოდებით, იმიტომ რომ მგონია რომ მანდ ვარ მგონია რომ შენთან ერთად ვარ მეც და აი ეს არის ჩემთვის ყველაფერი, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია იყო ქვეყნიდან შორს და გენატრებოდეს და ამას ვიღაცა გაწუდიდეს. აი ჩემთვისო აი
ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს, რომ თუნდაც სოფლის პატარა მიწასაც რო გადაუღებო, როგორი მოგყავსა და მწერენ ხოლმე, აი მეც ესე ვაკეთებდი, მეც რო ჩამოვალ საქართველოში აუცილებლად სოფელში დაუბრუნდები და აქაც სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ძალიან ბევრი მეგობრო მომწერა, რომ ცხოვრობენ სოფელში და ძალიან უნდათ, რომ თუნდაც აი როგორც მე ვაკეთებ, ისე გააკეთონ და ეს ძალიან მიხარია. აი ეს გზა, არავინ არ გიცნობს ხო თავიდან და ამბობ რომ ნუ კაი ერთია რომ რაღაც აჩვენებ შენი სოფლის ცხოვრებას, მაგრამ მეორეა რომ უკვე ეუბნები რომ აი მე მაქვს რაღაცა პროდუქტი ბოსტნეული, ან რაღაც ჩურჩხელა, ან დამბალხაჭო, ან რაღაც და ყიდი. აი ეს როგორ მოხდა ის რომ წეღანას თქვი რომ ძალიან ძვირფასია ის ნდობა რომელიც გაქვს შენს გამომწერებში. აი ეს ნდობა როგორ მოიპოვა? ყველაფერს ვაჩვენებ გულწრფელად. ძალიან ხშირად ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე, თუნდაც რაღაცა თმა შესაღები, სახეზე გამონაყარი. აი არ ვიცი, მე არ მიყვარს, რაც მაქვს, თუნდაც ყავის ჭიქა, რომ ყავის ჭიქა ისიც კი ძალიან იშვიათად მოვჩენებ ხოლმე რაღაცა ლამას და განსაკუთრებას. ყოველდღიურად ჩვეულებრივს იმას ვაჩვენებ და ეს ნამდვილი და გულწრფელობა ყველაზე მეტად მოსწონთ და ყველაზე მეტად აფასებენ. ეხა გაგიმხელ მაშინ გარდა იმისა რომ თვითონ შენი საქმიანობა და ეს ყველაფერი ხო, მაგრამ აი რომ მეკითხებოდნენ ხოლმე რომ აი რატო ვიღაც ხოლმე უნდა რომ იმას რო იღებ, რატო იღებ და ვეუბნებოდი რომ აი ყველაზე მეტად რა მომწონს მაგ გოგოში, იცით ხო რომ აი ძალიან ნამდვილია თქო რა, აი მართლა, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვარ ეგეთი ნამდვილი, როგორიც მომწონს სხვაში ეგ სინამდვილე რა და ეგ გულწრფელობა, იმიტომ რომ მე ზოგჯერ ეგრე ვარ თუ თვლი რომ რაღაც არ გამოვიყურები კარგად, იმ სტორის არ დავდებ, იმ ვიდეოს არ დავდებ, მაგრამ სხვაში ეგ მომწონს. როცა აი როგორიც არის იმ მომენტში ამას აჩვენებს თამამად და თავისუფლად. ეგ იყო ჩემი ერთ-ერთი აღმოჩენა შენთან მიმართებით, რომ აი ზუსტად ეგ დეფიციტია ჩემი აზრით დღეს და შენში რო ეგ დავინახე, მაგიტო დავგეგმე მოკლედ რა ჩამოსულიყავი ძალიან დიდი კი. გამეცანი და ეს ყველაფერი ჩემი ყურითაც მომესვინა და მე პატარა ვიდეო ამბავი მომემზადებინა სხვებისთვის გასაზიარებლად. ამას მე მგონია რომ ცოტა სითამამეც უნდა. ხო, გამბედაობაც უნდა, მაგრამ აი იცით რა, ისე იმაზე ვფიქრობდი, ხა მაგალითად ძალიან ბევრი ბლოგერი ვიცით, რომ თუნდაც აჩვენებს ძალიან ზღაპრულ ცხოვრებას. მე მაგალითად არ მაქვს ეგ ზღაპრული ცხოვრება, ხო? ანუ მე რაც მაქვს, ჩემთვის ეს არის ზღაპრული და ვიღაცისთვის ის არის ზღაპრული, რასაც აჩვენებს. თუნდაც ის ძვირადღირებული ტელეფონი, ის ძვირადღირებული ყავის აპარატი და ასე შემდეგ. ეხლა თითქმის ყველა ინფლუენსერი დილას იწყებს ძალიან ძვირადღირებული ყავის აპარატი და რაღაცა მე ჩემი ლამბადა და ძალიან ისე ანუ აი მე ეს მაქვს და მაგრამ ეს მოგწონს და მე ეს მომწონს ხა მან არ ხარ მან არ იტყუები მან არ ვიტყუები იმიტომ მე კომფორტულად ხარ მაგასთან ვიწყებ კი და ჩემნაირად ძალიან ბევრი ადამიანია წიულებო სათხართ აქ ხო არ ხარ ჩამბაგული არა სემინდი უნდა გაჭამოთ მოდით ეს არის ჩემი სიყვარული წიულა უბრალოდ წიულა მე რამ სიყვარულია გოგო მაგის ყურე იაპონკა ხო აგენ პომა დაუჩვენ ხო მოდი გთხო მადი ყურე გოგო ბანდის ფირმა აი სოფელში შეიძლება გაერთო ადამიანი დაიჭერ ფულას აუცილებლად როგორი ქოჩორია გნახე აი რა დავარქვათ ახლა ამას არ ვიცი ვინო ჩემს საპატივცემლოდ თეო დავარქვათ დავარქვათ მინდა რომ ვისაუბროთ მარიამზე, ანუ ბავშვის გაზრდაზე, როგორ უდგები ამ საკითხს და როგორ ხედავ, აი რისი დანაკლისია და რისი ფუფუნებაა სოფელში. ყველაზე მეტად რაც მომწონს ის, რომ ბავშვი იზრდება სოფელში, ეს არის სილაღე და თავისუფლება. იმდენად მოსწონს თუნდაც ცხოველებთან ურთიერთობა, თუნდაც ბუნებასთან კონტაქტი და იმდენად ბედნიერია, რომ ალბათ მარიამი რო წავიყვანო ქალაქში და საუკეთესო წრეზე ვატარო თუნდაც რაღაც ანცეკვა, ასე გადასე ვერ გაძლებს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქაც საუკეთესო პირობები გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენმა შვილმა მიიღოს განათლება, სკოლა არის, ბაღი არის და წრეებიც არის ჩვენთან სოფელში. ისე რომ ანუ ეგ დანაკლისი და პრობლემა არ გვაქვს. მარიამი მინდა რომ მოვიხმო ჩემთან, თუ შეიძლება თავის ფანდურით. დიახ ფანდურით. მიესალმეთ მარიამს, აი კამერას თავი დაუკრა თუ შეიძლება. კამერას თავი დაუკრა. ეხა მიკროფონს გადავამაგრებ და დავუთმობ
სცენას მარიამს. ხალბატონო მარიამ, როგორი სკულონი გაგიკეთებია, მოიმზადე სპეციალურად, ხო? კიდე ეს სამაჯურით? და ბეჭედიც. ბეჭედი თუ შეიძლება. ბეჭედი ნაცრისფერი, იმიტომ რომ ჩემი კატახო ნაცრისფერია. დავიწყო. ფანდური ვერანაირად ვერ ავაწყოთ და ეხლა ფშაურ სალაღობოს ვიცევკვებ და ვიმღერებ. წაროზე საქონოს გადავახყვა ქალი ხელკალათიანი ტარაია ისაკაბასა უფრიალებდანიავი ტარაია ისაკაბასა უფრიალებდანიავი დაგლევდა დავიკარგები როგორც ვარსკვლავიცისაო დაგლევდა დავიკარგები როგორც ვარსკვლავიცისაო შავის ახებ დაიმისთან არაი ვაჟაიდილი სამზის ხივი ქათიმიანა ქალაი ვაჟაიდილი სამზის ხივი ქათიმიანა ქალაი და რაღაც უნდა შეგეკო. ესე რომ ანიშნებ. აი ესე, აი.